მორიგი მუქარამედიის წარმომადგენლების მიმართ სამოქალაქო აქტივისტსა და TV პირველის ოპერატორის მიმართ მუქარა და შანტაჟი განხორციელდა. მისი თქმით, თავდამსხმელი ავრცელებდა ცრუ ბრალდებებს, ცდილობდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას. ასევე მას ბრალსდებდა ნარკოტიკების მოხმარებაში და გასაღებაში. ლაშაჯიაშვილის თქმით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა, რის შემდეგაც საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. გარდა ამისა, აქტივისტის თქმით, მის კუთვნილ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერების დაფიქსირების მიზნით ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული პიროვნების მხრიდან მუქარა იმის შესახებ, რომ მოხდებოდა ჩემზე რეპუტაციული ზიანის მიყენება, ასე რომ ვთქვათ, და მოხდებოდა რაღაცა გავრცელება ჩემს შესახებ იმის, რომ ადამიანი პირდაპირ მემუქრებოდა, რომ ჰქონდა მტკიცებულება, რომ მე ვიყავი ნარკომომხმარებელი, ასევე ვიყავი გამსაღებელი, ეგრეთ წოდებული ბარიგა. Hondათ ფაქტები თურმე რომ სად ვინახავ წამალს, როგორ ვასაღებდი და ასე შემდეგ, რაც თქმა უნდა სულელე იყო და ამის შემდეგ მიმართე პოლიციას, რათა მოეხდინათ ჩემი მანქანის საცხოვრებელი სახლის და ნებისმიერ დროს ჩხრეკა ჩაეტარებინათ, იმიტომ რომ მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ჩემს მანქანაში, ან თუნდაც ჩემს საცხოვრებელ სახლში იყო რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ჩადებული. ეს იყო პირადი მიმოწერა, კონკრეტული ადამიანისგან, რომელსაც ვიცნობდი, რაც დაუმალავ. ესე ვთქვათ, fake მიმოწერები არ იყო fake აკაუნტიდან. ანუ პირის ვინაობა დადგენილია. კი, პირის ვინაობა დადგენილია და მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.